მოგესალმებით ანა, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს, მადლობა ამ შესაძლებლობისათვის. წავიდა რა კიდე ის წიხლი მიცეს და გადააგდეს ჩვეულებრივად, დააგორეს ქვია ამას. ფიგურალურად თუ ვილაპარაკებთ და პოლიტიკურად, აი წიხლით დააგორეს დინარაძე თავის პოლიტიკური პედესტალიდან. ჩვენ უკანასკნელ 1 წლის მანძილზე შენ სწორი აქცენტი გააკეთე, თვალყურს ვადევნებთ ამ ადამიანის სრულ დევოლუციას პოლიტიკურს. რა შეურაცხყოფა შეიძლება პოლიტიკოს მიაყენო მისმა ლიდერმა, ყველა შეურაცხყოფა მიაყენა ბიძინა ივანიშვილმა უახლოესი 2-3 თვის მანძილზე, როდესაც მართლა ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ხა უნდა თქვათ პირდაპირ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ლიდერი დღევანდელი ივანიშვილის კარზე ფაქტიურად გააკულაკა, გააფუჭა, ბოლომდე მისი დისკრედიტაცია მოახდინა და თან რა ვიცი რა გითხრათ ახლა ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩააგდო, რა ვიცი, ისეთ შეურაცხყოფა არათუ პოლიტიკოს, არამედ ადამიანურადაც ძალიან ძიმე სატანია რა შეურაცხყოფებიც ბატონო დინარაძე მიწვნია, აქ მიდის რაღაც საუბარი ღარიბაშვილთან დაკავშირებული, არაფერი კავშირი არ აქვს ღარიბაშვილს, თქვენ არ გინდათ ჩემი შეხსენება, თქვენ თორემ ძალიან კარგად იცით ხო, უკანასკნელი თვეების ამბავი არის, თანამდებობების დეგრადაცია და როგორც აღმოჩნდა მართლა ნელ-ნელა უშვებდნენ თითქოს სახლში. კი, ნელ-ნელა წამებით, ამას ქვია წამებით გაგდება, აი პოლიტიკური წამება იყო მისი, აი რაღაცა სამარცხვინო შერცხვენა, კარიერული დეგრადაცია დაგდება, მასხრად აგდება, ეხლა ხო მაშინ რომ ამბობდით. მეც და ყველა ჩემი კოლეგა იქნებოდა საერთოდ დირექტორი პროექტი გრიგოლ გეგელე, გიორგი სვერცუწყო, ყველა ვამბობთ მაგალითად ჩვენ ძლიერ საქართველოში, რომ ეს ხომ ის მასხრად აგდება, როდესაც დანიშნეს სუსის უფროსობიდან გადაიყვანეს რაღაცა იმეების, რა ქვია, ჯგუფხელად ძალოვანი მინისტრების რაღაც კლასის დამრიგებლად. მე ეს კლასის დამრიგებლობაც არაკმარეს, იქ რაღაცა იფართხალა, სამარცხვინო ორგანიზაცია შექმნა რაღაცა იქ სკრინვა სკროლვის დეპარტამენტი, ეს არის მისი ნახილავი და ამის შემდეგ ესეც არიკმარეს და ქართული ოცნების პირობებში ყველაზე წყეულ თანამდებობაზე გაუშვეს რეგიონების მინისტრს ხო ეს წყეული თანამდებობა არის, მანამდე ლილუაშვილს შეუქმნეს და შემდეგ ციხეში ჯერ გააგდეს და მე ციხეში ჩააგდეს და ეხლა დანკვან დინარაძის ეს ეპოპეა დაიწყო, დანიშნეს ამ პარალელურად არ დაგვაუწყდეს ჩინმედლებიც. კი, შუაში ახლა ეს რაღაცა მისი კომიკური. ეს უფრო ანუ ეს აქ ბიძინა ივანიშვილის ხელი ნაკლებად მგონიაერიოს, ეს მგონია აი ხო რა ამ ტიპების არასრულფასოვნების კომპლექსის დაკმაყოფილება. მამუკა დინარაძე არის შეუმდგარი პოლიციელი. მამუკა დინარაძე იცი რომ თავის კარიერის დასაწყისში კორუფციის თუ რაღაცა მაიმუნობის გამო მოაშთეს პოლიციიდან და ის შეუმდგარი პოლიციელის რაღაც კომპლექსი აწუხებს მთელი ცხოვრება და უნდოდა საწყალს ეს გენერლობა და ეხა ხო წავა ქვის კარიერის გენერლად სახში ბიზნესში, არ ვიცი. ოჯახი რატო არ ყავდა მიხედი, როგორ შეიძლება რომ რაღაცა პოლიტიკურ ოჯახი არ მიხედო პოლიტიკური კარიერის განმავლობაში, ეგ ხო ჩემთვის მე არ მესმის რაღაც პოლიტიკაში ვარ უკვე 6-7 წელი ამ საქმეს ვაკეთებ, ჩემი პროფესია არის და ხო რავი ოჯახს ყურადღებას არ ვაკლებთ ამის და მიუხედავად და რავი ჩემს ოჯახი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის და რაღაც ოჯახს მიუხედო რა ახამდე არ უვლიდი ოჯახაშენებულო რა შვილები გეზდება არ უვლიდი ხო სისულელეა მარაზმია გუშინ წინ ბუკვალურად აი ლიტერალი როგორც ინგლისურად იტყვიან ხოლმე გუშინ წინ მართლა გუშინ წინ თათბირს ატარებდა იქ ვიღაცა ის რაღაცა რეგიონული ხალხი ყავდა შემოკრებილი, დადიოდა შემოვლა ქონდა სხვათა შორის, უკანასკნელი გამოდენილი კვირა შემოვლა აქ საქართველოში, დადიოდა რეგიონებში, ვიღაცებს თითი დაუქნია, აი ეხა შენ თუ ესე არ მოიქცევ ჩვენ ჰუმანურობასო თუ ხო ჩვენ ადამიანურობას თუ არ გაითვალისწინებენ, ვიღაცებს დავრჯითო გზები რომ დიდი ხანია გადათხრილია და არ კეთლებაო, ანუ საქმეში იყო რა, ეხა ვერავინ ვერ ეტყვის რომ ეს მამუკამ დინარაძის გადაწყვეტილია კაცი რომელიც გუშინ ვიღაცებს კიდე ემუქრებოდა ხო ბოდიში ამ ჟარგონით ეგ რაზგონი გონდა ბოლოს აღებული მაგ რაზგონით იყო პოლიტიკაში რომ სუსის უფროსი და აბა ყოველად შემძლია და ყველგან ხალხი დანიშნა და მისი ხალხი პარლამენტში მოკალათდნენ და ეს რაღაცა კლანი რა ეს რაღაც თემურ ჯოგური წყობილებიდან წამოსული კლანი შექმნა და ყველაფერს მოაჯდა ეს კლანი და ეხაც მაგ რაზგონით იყო ასე ვთქვათ რომ ეს არა ქვია დაგიჭერთო ვინც ჩვენ ჰუმანურობას ბოროტად გამოყენება გინდათ და გზებს თხრით და არაკეთებთო და აი ამ რაზგონით იყო გუშინ წინ და დღეს იქ აღმოჩნდა სადაც აღმოჩნდა და ეხლა რა ვიცი ნუ რაღაცა პატარა ბავშვების საყმაწვილო ლიტერატურაშიც კი ვერავინ ვერ დააჯერებს რომ ეს მისი გადაწყვეტილება მისი არა ისა აიღო ბიძინა ივანიშვილმა ამდენი ხანი აწამა ამდენი ხანი დასცინა
როგორც ერთ-ერთ პაიკს და ეხა დანარჩენ ეს ერთი კონკრეტული ვირთხა პოლიტიკური დანარჩენ ვირთხებს შეაჭამა. ვირთხა ძალიან ისეთი ცხოველია, ხო, ბევრი სიბინძურის და ბაქტერიის და დაავადების გადატანასთან ერთად ერთ საზღართვისება კანიბალია. ერთმანეთს ჭამენ ვირთხები შიმშილის პირობებში და ჰერმეტულ სივრცეში ერთმანეთის ჭამით დაკავდებიან ხოლმე ბოლოს და ჩვენ ამას ვადევნებთ თვალყურს ივანიშვილის კარზე. ვადევნებთ აი ამ საცოდაობას თვალყურს, როგორც ჭამენ პოლიტიკური ვირთხები ერთმანეთს. ჯერ ამ ორმა ვირთხამ პოლიტიკურმა ერთად შეჭამეს ხარებაშვილი და ეხა აქ დაჭამენ ერთმანეთს. ბოლოს ხო რა ვიცი, საკუთარ დაკმენით დაკავდებიან. ამაში ვცხოვრობთ. მე უბრალოდ ხო იმ ხალხის გამკვირვებია, ვინც აი ეხა აი ჰალსტუხ წელში ყინცერში ბოლომდე წაჭერილი არ ვიცი, იქ ვიღაცა ტიპები რო ყავს პარლამენტში, მახაშვილები და შმახაშვილები და შარმანაშვილები და შმარმანაშვილები, გაურკვეველი ხალხი რო ყავს და გულში რო ძიხს იცემენ და ღარიბაშვილი გათახსირებული არაკაციო ეხა რო იძახიან. ეხა ხვალ ხოლმე დადგნენ და კაცზე რომელმაც მათი პოლიტიკური კარიერა შექმნა, დინარაძე შეიძლება ბევრი ცუდი ვთქვათ მათზე, მაგრამ არარაობებისთვის კარი გაუკეთებია ბევრი დინარაძეს ქართულ ოცნებაში დიდი კასტა ყავს შექმნილი არარაობების დიდი კასტისთვის, რაღაცა ისინი დაუკიდებია ჩინმედლები და უთქვია რომ აი თქვენ ეხა დეპუტატ ადამიანები ხართ, დეპუტატები ხართ, შენისახარ. აი ეს ტიპები ეხა რომლებიც გუშინ ზუსტად გუშინ დინარაძის სახელით და კობახიძის სახელით ღარიბაშვილს მიწაშიდებდნენ ოღონდ მანამდე ერთი წლით ადრე ღარიბაშვილი მათი ღმერთი იყო ეხა უწევთ რომ ეს დინარაძე ჩადონ ვერბალურად მიწაში და თქვა რომ ესეც გათახსირებული ყოფილა ხო ესე არ მთავრდება პოლიტიკური კარიერები ისეთი წონიანი პოლიტიკოსების როგორც წონიანი ბატონი დინარაძე იყო ქართულ ოცნების პირობებში ესეც უნდა დაუკარგოთ ესე არ მთავრდება და აი ამ არარაობების მიკვირს ვინც აი ახლა არმიად დადგება რაღაცა ერთ მესიჯს იტყვის კიდე დინარაძეზე და მე დინარაძე სადმე პოლიტიკურად თუ გაფართხალდება მის დამარხვას დაიწყებენ პოლიტიკურს სიტყვიერად და ვერბალურად აი ამათ რისი იმედი აქვს მართლა მაინდა აი ამათ რისი იმედი აქვს ეხა ხო ცახცახებენ მე და თქვენ დარწმუნებული ვარ გავუწევენ რომ გვიყურებენ ეხა პირდაპირ ეთერში და ცახცახებენ კანკალებენ საწავიდან არიციან რა გააკეთონ არიციან სანამ ვიღაცა მესიჯს არ გამოუგზავნის რა უნდა თქვან ისიც არიციან საერთოდ სახლიდან გამოვიდნენ თუ არა ეხა ამ მომენტში თაზე ისე ფიქრობ რომ შესაძლოა დინარაძეც აღმოჩნდეს ციმისში შემდეგი ესე ვთქვათ წოდება პატიმარი იყოს და აღმოჩნდეს ციხეში გაგიკვირდება ანუ რა გაგიკვირდება ეს რაღაცა ბუნებრივი გზა არის მან კარიერული გზა ეგრე განისაზღვრება ქართულ ოცნებაში დინარაძის კალიბრის ორი პოლიტიკოსი რავი ესე დაიწყეს დეგრადაცია და ეხა სად არიან ხო ვიცით არა ლილუაშვილს და ღარიბაშვილს გულისხმობ ხო წონით კატეგორიით ქართულ ოცნების შიგნით მაგ მასშტაბის ტიპები იყვნენ ეს ორნი სად არიან ეხა რას ეკეთებენ ეხა რა შვებიან ხო შესაბამისად თან ეს წყეული თანამდებობაც ძალიან საშიში ამბავია ეს რეგიონების მინისტრის დაწყებული თანამდებობა ძალიან მაშინებს მე ბატონ დინარაძე არავის არ უსურვებს ციხეს ოღონდ რა თქმა უნდა დინარაძის ადგილი ბოლოს ციხეშია მე გეტყვი რომ რავი ხო აი ამ დინარაძის და აი ამ არარაობების პოლიტიკური ძალაუფლებაში გაზულუქების გამო რავი ჩემი მეგობარი და თანამებრძოლი ალეკო ელისაშვილი ტერორიზმის მუხლიბზის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი წესის ციხეში ხო და არავის არ უსურვებ ამას მაგრამ აი ამ უსამართლობისთვის თუნდაც ალეკოსთან მიმართებაში და უამრავი მთელი კასკადისა უსამართლობების რომელიც პასუხისმგებელიც ბატონი დინარაძეა და ბატონი კობახიძე არის ყველა აზღვევს ამის გამო დარწმუნებულები იყვნენ რომ ყველა აზღვევს ეს გაზულუქებული კორუფციონერები აუცილებლად საქართველოში დემოკრატია რო აღდგება აი ამ დემოკრატიის აღდგენის ფონდი შეიქმნება და იქ ყველა აი ამ არარაობის ქონება აუცილებლად წავა არავის არ შეერჩება ძალიან დიდი მადლობა